მახათის სივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარია. თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზის უბანთან მახათის მთის ფერდობზე 2002-2019 წლებში არქიტექტორ ომარ ნაფეტვარიძის პროექტით არის აგებული. ტაძარი ნაწილია სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც 2002 წელს დაარსდა. შენება მონასტრის პირველი ეკლესიისა, რომელიც იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობისაა, 2006 წელს დასრულდა. კათედრალის აგებისთვის 2010 წელს შეიქმნა ფონდი ივერიისა, რომლის შემოსავლის წყაროც მოქალაქეთა შემოწირულობებია. მისი მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყო, საძირკვლის ჩაყრის ცერემონიით, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტარები და საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჯულაძე ესწრებოდნენ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და გისურვებთ ღვთისგამშვიდობას და წარმატებას ყველა კეთილ საქმეში. ახლა მოგახსენებთ სიამოვნებით ამ ძვირფასთა დიდებული ტაძრის შესახებ. სიზმრისეული ჩვენება ჰქონდა ქალბატონს, რომ აქ უნდა აშენებული იყო ამ ტერიტორიაზე დაახლოებით, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენებული იყო ყველაწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ტაძარი. და ეს ტერიტორია ცოტა მოშორებით არ იქით ბორცვზე რომ არის ტაძარი აშენებული, იქ იყო მინიშნება ამ ჩვენებაში. მაგრამ იქ რაღაც ტექნიკური რაღაცა საკითხების გამო არ მოხერხდებოდა ამ ხელა ტაძრის აშენება და შემდეგ გადმოიტანეს ეს ლოკაცია აქ ტაძარი აქ. და უწმინდესის კურთხევით და ხალხის ერთობით ფაქტიურად მოხერხდა ამ დიდებული ტაძრის აშენება. გაერთიანდა ერი და ბერი. საქართველოში მცხოვრები, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები და არაქართველებიც, ესე იგი ასობით ათასი ადამიანია შემწირველი. ანუ არ აყავს ამ ტაძარს ერთი პიროვნება, ვინც აი ლომის წილი მიუძღვის ამ მშენებლობაში და ესე აშენა. ეს სრულად ააშენა ხალხმა. და მადლობა უნდათ, მადლობა უწმინდეს, მადლობა იმ საზოგადოებას, ვინც ჩართული იყო, ეს ფონდი ივერიისა არის ახლა ესე ქვია ამ ფონდს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ტაძრის მშენებლობას და ახლაც კიდევ უამრავი საქმეა გასაკეთებელი და ღვთისწყალობით და ესეო ხალხის ერთობით და ღვთისმშობლის ფარულობით იმედია რომ გაგრძელდება. აქ იდეა რა არის, რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ათონის წმინდა მთაზე ძანდება ივერიის ყველაწმინდა ღვთისმშობლის ხატი. და ჩვენ ვიცით ყველაწმინდა ღვთისმშობლის სიტყვა, რომ სანამ ეს ხატი იქნება აქ, ჩემი და ჩემი ძის ფარულობა არ მოგაკლდებოდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ მოვა დრო, რომ ეს წმინდა ხატი დატოვებს წმინდა მთას. და მამებში არის ეს აზრი, ჩვენთვისაც ეს დიდი სურვილია, რომ როდესაც მოხდება ამ ხატის წამობრძანება, ეს სასწაულებრივად იქნება, თუ ხილულად იქნება, არ ვიცით, მაგრამ რომ ეს ხატი ჩამობრძანდება ჩვენთან, ქვეყანაში, საქართველოში და იმ ხატისთვის აშენდა ეს დიდებული ტაძარი. და ჩვენ როგორც ვიცით, მამების აქვს დიდი სურვილი, რომ ეს მათ სიცოცხლეში რომ მოხდეს, თვითონ წამოყვებიან ამ ხატს და ამ ხატის ახლოს ცდილობენ რომ დაიდონ ბინა და გააგრძელონ ბევრი მოღვაწეობა. ტაძრის კონსტრუქცია 2015 წელს დამთავრდა. პერანგით შემოსვა კი 2017-ში. 2016 წელს დაიგო სამება მახათის დამაკავშირებელი გზა. საკურთხეველში იატაკი იტალიური და სალიეთის მარმარილოთია მოპირკეთებული. გუმბათის წვერზე აღმართულია 5.1 მეტრის სიმაღლის ჯვარი. მახათას ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით მდებარეობს გამოჩენილ მწერალთა საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ მთაწმინდის პანთეონი დახურულად გამოაცხადა. პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილებას თბილისის მერი იღებს. შუამდგომლობის უფლება კი აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საპატრიარქოს, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.